წყალი, ნიადაგი, მწვანე საფარი. ეს ჩვენი გარემოა. ჩვენ შევცდებით აღვდგინოთ დაკარგული ჰარმონია ბუნებასთან. მწვანე ეთერი, რადიო იმედზე. შორენა ცხოვრებაშვილთან ერთად. ეს ჩვენი გარემოა. მოგესალმებით, დღეს ოთხშაბათია, ტრადიციულად ამ დროს ჩვენ ხვდებით რადიო იმედზე გადაცემაში მწვანე ეთერი. მე მსმენელს შევახსენებ, რომ გადაცემის მხარდამჭერია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. სანამ უშუალოდ სტუმარს წარგიდგენდეთ, მსმენელს მინდა უთხრა, რომ გადაცემა მწვანე ეთერმა თავის Facebook-ის გვერდზე დაიწყო საახალწლო კონკურსი. თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ თქვენი ოჯახის საახალწლო ნაძვის ფოტო და ატვირთოთ ჩვენს აპლიკაციაში და შესაბამისად აი ამ გზით მიიღოთ მონაწილეობა კონკურსში. ოღონდ აუცილებელი პირობაა, რომ ფოტოზე გამოსახული ნაძვი არ უნდა იყოს მოჭრილი, ანუ არ უნდა იყოს ცოცხალი. უნდა იყოს ხელოვნური და მხოლოდ თქვენი ოჯახის წევრების მიერ უნდა იყოს მორთული და გადაღებული. დაუშვებელია პლაგიატი, საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში რადიო იმედი პასუხისმგებლობას იხსნის. ახლა წარგიდგენთ ჩვენ სტუმარს. ჩვენი სტუმარია ნატო სულთანიშვილი, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს დაცვითი განათლების დეპარტამენტის უფროსი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით მსმენელს. ჩვენ ვსაუბრობთ უკვე ბუნებრივია გარემოს დაცვით განათლებაზე საქართველოში. ნატო, როგორია ეს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ძირითადი საქმიანობა, რომ გავეცნოთ? მადლობა, მოგახსენებთ, გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი სულ ახალი შექმნილია სამინისტროში, ფაქტიურად რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბდა მაისში. ცენტრის სტრუქტურა ასეთია, აქვს 3 დეპარტამენტი, ეს არის გარემოს დაცვითი განათლების დეპარტამენტი, საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობის დეპარტამენტი და ადმინისტრაციული დეპარტამენტი. საქმიანობის სფერო ძირითადად არის, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რათა საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია გარემოს დაცვის შესახებ, რათა მან შეძლოს შემდგომ სწორი პრიორიტეტების გამოყოფა და ჩაერთოს სხვადასხვა გარემოს დაცვითი საკითხების გადაჭრაში, ღონისძიებაში, ქმედებაში თუ ასე შემდეგ. უფრო კონკრეტულად თუ დავკონკრეტდებით. კი ბატონო, ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ცენტრი იანვრიდან გააკეთებს ახალ საიტს, ვებგვერდს, სადაც იქნება თქვათ რომ ეგრეთ წოდებული მეტაპაზე ინფორმაციის შესახებ. ანუ მომხმარებელი როდესაც შევა ჩვენ საიტზე, საშუალება ექნება მოიპოვა სრული ინფორმაცია, სად რა ინფორმაცია იქმნება და ინახება გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით. ისევე როგორც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში და მის სტრუქტურულ ართეულებში, ასევე სხვა დაწესებულებებში, თუნდაც უნივერსიტეტებში, სხვა კვლევით ინსტიტუტებში და ასე შემდეგ. ეს ინფორმაციის შესახებ. მეორე ძირითადი მიმართულება ეს არის გარემოს დაცვითი განათლების ხელშეწყობა, როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ სექტორში, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება განათლების სამინისტროსთან და მათი ხელშეწყობით შევძლებთ სხვადასხვა ქმედებების განხორციელებას სკოლებში, ინსტიტუტებში, უნივერსიტეტებში და რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობის ჩართულობაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ხრივაც იქნება გარკვეული სამუშაოები ჩასატარებელი. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რაც არის, ეს არის ცენტრი იმუშავებს გარემოს დაცვით სფეროში მომუშავე სპეციალისტების გადამზადებაზე, რათა კვალიფიციური კადრების ჩამოყალიბება შევუწყოთ ხელი და საჭიროებების გამოვლენის შემთხვევაში სხვადასხვა სტრუქტურულ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რა თქმა უნდა, მოხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და დაიგეგმება და განხორციელდება ის ტრენინგების სწავლებები, რომლებიც იმ დროს მნიშვნელოვანი იქნება სამინისტროსთვის თუ სხვა უწყებების თანამშრომლებისთვის. საინტერესო, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს დაცვითი განათლება ქვეყანაში და არის თუ არა გარემოს დაცვა დღეს სახელმწიფოს პრიორიტეტი. და დონე როგორია კიდევ გარემოს დაცვითი განათლების? ეს არის ძალიან, როგორ გითხრათ, საჭიროებო საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ახლ შექმნილი ცენტრი სამინისტროში სწორედ ხელს შეუწყობს გარემოს დაცვითი განათლებას და საზოგადოებაში გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას, იმიტომ რომ ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ არის ჯერ კიდევ გასაკეთებელი და სამუშაო ცნობიერების ასამაღლებლად, რა თქმა უნდა, ცნობიერება ჯერ კიდევ დაბალია საზოგადოებაში დამეთანხმებით ალბათ ამას აჩვენებენ სხვადასხვა კვლევები, მაგრამ სწორი მიმართულებები, სწორად დაგეგმილი ქმედებები, საზოგადოების ხელშეწყობა, რომ ჩაერთოს თვითონაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა გარემოს დაცვითი
პრობლემის გამოვლენასა და გადაჭრაში, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს უდადებით შედეგს გამოიღებს და ამდენად პრიორიტეტულია, მე ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე თუ არ არის აუცილებლად უნდა გახდეს პრიორიტეტული და პოლიტიკაც ვთქვათ ის რომ ჩამოყალიბდა ცენტრი და ვიმუშაოთ ამ მიმართულებით უკვე გადადგმული ნაბიჯია და ჩვენ უნდა მოვიცოთ თითქმის ყველა ინფორმაციის მისაწოდებლად და მათ ჩასართავად ანუ საზოგადოების ყველა ფენა და მიზნობრივი ჯგუფი ამისათვის რამდენ საინტერესოა რა ყურადღება ექცევა გარემოს დაცვით განათლებას სკოლებს და უმაღლეს დაწესებულებებში ამ ეტაპზე და საომალოდ რას გეკვლავთ თქვენ? ძალიან კარგი კითხვა, მადლობა. თვითონ ფონს რაც შეეხება გარემოს დაცვით განათლების სწავლებას იქნება ეს სკოლებში, უნივერსიტეტებში ან ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში. ამის ძირეული შესწავლა ჯერჯერობით არ ყოფილა საქართველოში და პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი მუშაობის ის იქნება რომ ჩვენ ავიყვანთ ექსპერტებს უკვე მუშაობს ამ მიმდინარეობს ამასთან დაკავშირებით მუშაობა და უნდა მოხდეს პირველ რიგში შესწავლა რა ფონი გვაქვს რა არის გასაკეთებელი საომალოდ რომ სწორედ ამ ესე იგი დასკვნის საფუძველზე დავსახოთ პრიორიტეტები და გამოვავლინოთ ის საჭიროებები სად უნდა ჩაერთოს თქვა სწავლების კუთხით ფორმალურ და არაფორმალურ სექტორში სად იქნება სპეციალური კურიკულუმების შესამუშავებელი მოდულები გრაქმედებები იქნება დასაგეგმით და ასე შემდეგ. ამჯერად დღევანდელ მდგომარეობით გარემოს დაცვითი განათლება ესე ცალკე საგნად არის სწავლება, ეს არის სხვადასხვა საგნებთან ერთადად უფრო საბუნებისმეტყველო საგნებთან ინტეგრირებულად, მაგრამ ძალიან მცირე დოზით და ჩვენ გვინდა რომ ამას უფრო მეტი ყურადღება მიაქცეს და უფრო რა თქმა უნდა ძირეული კვლევის საფუძველზე იქნება ჩადებული უფრო მეტი საათები სასწავლო გეგმაში. ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს ზოგადად რეკლამის შემდეგ დროებით. რადიო იმედის ეთერშია მწვანე ეთერი. შორენა ცხოვრებაშვილთან ერთად. ფირაკნიანი პაუზის შემდეგ მწვანე ეთერისად დაბრუნდა ეთერში. ჩვენ საუბრობთ გარემოს დაცვით განათლების შესახებ. ნატო სულთანიშვილი გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს დაცვითი განათლების დეპარტამენტის უფროსი არის სტუმარი. გადაცემის ნატო რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავთ ჩვენ საუბრობდით მოსწავლეებზე და რა ყურადღება ექცევა და უშუალოდ გარემოს დაცვით განათლებას სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში და აი ამ მიმართულებით რა სახის პროექტების განხორციელებას გეგმავთ სამომავლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის პირველ რიგში მოგხსენებთ ჩვენი ცენტრი როგორც უკვე აღნიშნე ახალი შექმნილია, მაგრამ წინ საომავლოდ ძალიან ბევრი რაღაც აქვს დაგეგმილი. პირველ რიგში სკოლებისათვის და იგეგმება საქართველოში პირველი სერტიფიცირებული ნებაყოფლობით სერტიფიცირებული ეკოსკოლების ჩამოყალიბება. ჩვენ გვინდა საპილოტით ავიღოთ ალბათ დაახლოებით 10-15 სკოლა. პრინციპი ესეთია. რაც გულისხმობს ეკოსკოლას. ანუ ეკოსკოლა მთლიანად არის ეკო და ყველა მოსწავლე თითოეული მოსწავლე ჩართული არის გამოხატოს თავისი ინიციატივა, განახორციელოს ის ქმედება, რომელსაც თulis რომ მიმართული არის გარემოს დასაცავად. იწერება ორწლიანი პროგრამა. პროგრამის გავლის შემდგომ ენიჭება სკოლა სერტიფიკატი. თუ პროგრამის კი დაგეგმილი ქმედებები ვერ დააკმაყოფილა, რა თქმა უნდა, ის სერტიფიკატს ვერ მიიღებს და ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი. ნუ ყველა ქმედება შეფასდება სპეციალურად აყვანილი ექსპერტების მიმართულებით. მოთხოვნები როგორ გითხრათ, ახლა ვფიქრობენ, რომ არ არის ძალიან მკაცრი, მაგრამ უნდა იყოს გარემოსადმი მეგობრული დამოკიდებულება. სკოლა ირჩევს თვითონ თემას, ეს იქნება მაგალითად წყალზე, ბიომრავალფეროვნებაზე, ეკოტურიზმი, ნიადაგი და ასე შემდეგ. ანუ რომელიც მისთვის უფრო პრიორიტეტულია და რა თქმა უნდა შესაძლებლობიდან გამომდინარე. იქნება სკოლაში კომიტეტი შექმნილი არის მოსწავლეებისგან რა თქმა უნდა და მათ ასე ვთქვათ ხელმძღვანელი იყოლებათ რამდენიმე მასწავლებელი, მშობელი და ნებისმიერ შეუძლია ჩაერთოს, ვინც არის ამით დაინტერესებული. მაგრამ თვითონ ქმედებები, ინიციატორი არის მთლიანად სკოლის მოსწავლე ამ ყველაფერზე და ისინი ძალიან ინტერესით არიან ჩართულები ნებისმიერ პროექტის განხორციელებაში. რაც შეეხება ზრდასრულ ადამიანებს ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა, როდესაც პატარაობიდანვე ხდება ამ ტიპის განათლება სამომავლოდ, მაგრამ რა პროგრამები გააქვთ, რა მიმართულებით მუშაობთ უკვე იმ ადამიანებზე, ვინც სკოლაში აღარ სწავლობენ და თქვენვე აღნიშნეთ, რომ ცნობიერება საკმაოდ დაბალია აი ამ ცნობიერების გასაზრდელად. კი ბატონო,
მოგახსენებთ, შესაძლოა რაც უფრო ადრე დავიწყებთ გარემოსდაცვით ცნობიერებაზე ზრუნვას და ადრეული ასაკიდან მით უფრო მნიშვნელოვანი და დადებითი იქნება, იმიტომ რომ პატარა ასაკში უფრო დამყოლები არიან და რაღაც ინტერესიანები და უფრო შედეგის მომცემია. მაგრამ რა ვუყოთ მაშინ დასრულებს. ამისათვის, რა თქმა უნდა, საჭიროა ამხრებაც მუშაობა, დასრულებისათვის ჩატარდება სპეციალური პროგრამები, იგივე ვთქვათ, სწავლებების კუთხით ტრენინგები, როგორ უნდა მოექცენ გარემოში, როგორ ასწავლონ თუნდაც თავიანთ შვილებს პატარა თაობას, რომ არ დაანაგვიანონ, არ გაჩეხონ, ასე ვთქვათ, მწვანე ნარგავები და როგორ შეიძლება მოეყვრან სათუთად ბუნებას. ანუ ეს სწავლის პროცესი, რომ თვითონ როგორ უნდა ასწავლოს პატარას, ესეც მნიშვნელოვანია მათთვის და რაღაც მიდგომები უნდა იყოს აუცილებლად შერჩეული, რომ არ იგრძნონ თავით დაჩაგრულად, დათრგუნულად, რომ აქეთ მასწავლიან და უარყოფითი შედეგი არ გამოიყოს. ამიტომ სწავლების სხვადასხვა ხერხს მივმართავთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი საომავლოდ დაიგეგმება იმის მიხედვით, რომელ მიზნობრივ ჯგუფში ავარჩევთ, ვინ იქნება ჩვენი სამიზნე ჯგუფი და რა საჭიროებები გამოვლინდება ამ კუთხით. თქვენ ტრენინგები აღნიშნეთ და მანამდე ვისაუბრეთ თქვენი თანამშრომლების გადამზადების შესახებ. საინტერესოა ეს გადამზადება მხოლოდ თქვენი უწყების თანამშრომლებს ეხება თუ შეიძლება საერთოდ სხვა უწყები? კი ბატონო, გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, როგორც გითხარით, არის სპეციალური სწავლებების ტრენინგების ორგანიზება, ჩატარება და ამ მხრივ შეზღუდვა არ იქნება, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ჩვენ ხელშევუწყობთ ჩვენი სამინისტროს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყობო დაწესებულებების თანამშრომლების გადამზადებას, მაგრამ სურვილის შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სხვა უწყებების თანამშრომლებიც ჩაერთვებიან ამ კუთხით. ჯერჯერობით ვთქვათ, სადღეოს და ზედამხედველობის დეპარტამენტს ჩაუტარდათ რამდენიმე სწავლება თავიანთი სპეციფიური მიმართულებით, საომავლოდ ვაპირებთ, რა თქმა უნდა, სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოავლინოთ ის საჭიროებები და ის მიმართულებები, რაც მათთვის არის პირველ რიგში მნიშვნელოვანი და ასე გაგრძელდება საომავლოდ სხვა უწყებებთანაც თანამშრომლობა და მხოლოდ მათი საჭიროებების გამოვლენის შემთხვევაში დაიგეგმება და განხორციელდება სხვადასხვა ტიპის სწავლება სხვადასხვა მიმართულებით. საინტერესოა ის სხვა უწყება თუ მიმართავს გარემოსდაცვით განათლების მიმართულებით მუშაობას თუ არის სხვა უწყება კიდე რომელიც ამ მიმართულებით დაგეხმარებათ თავის სფეროში. მაგალითად ჩვენ თანამშრომლობთ აქტიურად სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. იგივე მაგალითად მოსწავლეებზე ვსაუბრობდით არაფორმალურ სექტორში მაგალითად იქნება სპეციალური თეკო კლუბები, სადაც ბავშვები არიან ჩართული მთლიანად თავიდან ბოლომდე, იგივე სამეცნიერო ნამუშევრების შექმნით, როგორ მოუარონ ბუნებას, როგორ გამოიყენონ ალტერნატიული საშუალებები, გათბობის თუ განათების თუ ასე შემდეგ, სადაც სწავლობენ ბუნებასთან ქცევის წესებს და რაც მთავარია, მოსწავლემ უნდა გაითავისოს და თითოეულმა ჩვენგან ალბათ რომ გარემო არის ყველასი და ნებისმიერი ჩვენი ქმედება დადებითად ან უარყოფითად აისახება ბუნებაზე და ამიტომ უნდა ვეცადოთ რომ შეიძლება დადებითი კუთხით ვიმუშაოთ და მეტი ისეთი ქმედება განვახორციელოთ, რაც ნაკლებ ზიანს მოუტანს გარემოს და საომავლოდ გვექნება ჯანსაღი გარემო. ამ მხრივ როგორც გითხარით, თანამშრომლობთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, იგივე USAID-თან, UNDP-თან, ევრაზიის ფონდთან, PH International-თან და არიან კიდე სხვა უწყებები მაშინ ახლა რომლებიც არ გამომრჩეს, რომლებიც ასევე ჩართულები არიან აქტიურად გარემოსდაცვითი მიმართულებით და ზრუნავენ იმისათვის, რომ ყავდეს ჯანსაღი მომავალი და იცხოვრონ მათ ჯანსაღ გარემოში. რა არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოებამ შეცვალოს ქცევა გარემოს სასარგებლოდ? ეს არის ძალიან რთული საკითხი, რთული პროცესი, მაგრამ ჩვენ მაინც შევეცდებით აუცილებლად სწორად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ის ქმედებები, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ და როგორც თავში აღნიშნე, რაც უფრო ადრეული ასაკიდან დავიწყებთ ამას, მით უფრო უკეთესი შედეგი გვექნება. ამიტომ სწორი მესიჯები, სწორი ნაბიჯები, სწორად დაგეგმილი ქმედებები. აი, ყველაზე მეტად რა პრობლემას ვაწყდებით, რომელსაც თუ გამოვასწორებთ რეალურად უკვე გამოვა რომ სასარგებლოდ ვიქცევით გარემოსთვის. ყველაზე მეტად რა პრობლემებს ვაწყდებით? ეს არის მაგალითად იგივე დანაგვიანების პრობლემა, მაგრამ ეს არის იმდენად კომპლექსური პრობლემა, არ არის მხოლოდ იმაზე, რომ ადამიანმა არ გადააგდოს ქუჩაში ნაგავი, იქვე უნდა იყოს მერე ურნა, მერე უნდა მოხდეს იმის ტრანსპორტირება და შესაბამისად საჭირო ადგილას განთავსება და ასე შემდეგ. ანუ ამ მხრივ ჩვენ მოგვიწევს
თითქმის ყველა უწყებასთან თანამშრომლობა, მჭიდრო თანამშრომლობა, რომ დაიგეგმოს თანმიმდევრული ნაბიჯები, რომ შედეგი იყოს, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი და დავინახოთ ეს შედეგი, რა თქმა უნდა, რომ არ იყოს ეს ერთხელ ერთჯერადი ქცევა, რომ მე ვიღაცას დავიწყდეს და შემდეგ ახლიდან იყოს დასაწყების სამუშაო. ანუ იქნება კომპლექსური ყველა უწყებასთან თანამშრომლობით. და ესეთი კითხვა მაქვს, რეალურად ადამიანს რიგით მოქალაქეს ყველაზე ახლოს დავუშვათ აქვს ურთიერთობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან მიმართულებით გეკითხებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქვს ესეთი ექსკურსიები, ანუ ყველაზე ახლოს პრინციპში ეს უწყება თანამშრომლობს. აი მას თუ აქვს ამ ჩადებული ეს გარემოს დაცვითი განათლება, ამ ტურების პარალელურად და მოგხსენებთ დაცული ტერიტორიების სააგენტო მრავალ საინტერესო პროექტს ახორციელებს გარემოს დაცვის კუთხით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, არის მუშაობა სწორედ გარემოს დაცვითი განათლების მიმართულებით. ამ მხრივ დაცული ტერიტორიების სააგენტო არის ძალიან კარგი ბაზა გამოიხატება რაში, ანუ შეგიძლია თეორიული ცოდნის შემდეგ გამოიყენო დაცული ტერიტორიების პოტენციალი, წაიყვანო ბავშვები გარემოში, თუნდაც მოზარდები, პედაგოგები და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფი და იქვე ჩაუტარო სწავლება, ტრენინგი ან გაატარო რომელიმე ეკობილი გზა და აუხსნა როგორ უნდა მოიქცეს ბუნებაში სინამდვილეში. შეეხება პროგრამებს, სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება, იგივე ეკობანაკები ხშირად ეწყობა სეზონურად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყოველ დაცულ ტერიტორიას სხვადასხვა განსაკუთრებული სეზონი აქვს. ეწყობა ეკოტურები, იმის მიხედვით თქვათ, რამდენი ხნით გვინდა რომ წავიყვანოთ ესა თუ ის სამიზნე ჯგუფი, რა მიზანს ემსახურება და ასე შემდეგ. არის ესეთი პროგრამა კიდევ ერთი დღე რეინჯერთან ერთად. ეს არის ძალიან საინტერესო პროგრამა და ძალიან უყვართ ბავშვებს. დაცულ ტერიტორიაზე ჩასულ ვიზიტორებს მიყვებათ რეინჯერი ჩვეულებრივი ფორმით და გზა უხსნის თუ რა სახეობის ბიომრავალფეროვნება ხვდებათ გზაზე, რით არის ეს დაცული ტერიტორია უნიკალური, რატომ ვიცავთ, რატო არის საჭირო ამ ყველაფრის დაცვა შენარჩუნება და გარდა ამისა კიდევ უხსნის ვთქვათ პატრულირების წესებს, როგორ ხდება რეინჯერის მიერ ტერიტორიის პატრულირება, შემოწმება, მონიტორინგი და ყოფილი ესეთ შემთხვევა, როდესაც ვთქვათ დაუჯარიმებიათ ვინმე და ბავშვები შესწრებიან ამ პროცესს და ძალიან სიამოვნებით ერთვებიან ბავშვები ამ პროექტებში. ძალიან დიდი მადლობას გიხდით გადაცემაში მოგზაურობისთვის. სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა. მე შევახსენებ მსმენელს, რომ მწვანე ეთერის სტუმარი იყო გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის გარემოს დაცვითი განათლების დეპარტამენტის უფროსი ნატა სულთანიშვილი. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა, მეც მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისათვის და იმისათვის, რომ ესეთ საინტერესო გადაცემებს ამზადებთ, იმიტომ რომ ეს გადაცემა ემსახურება სწორედ საზოგადოების ინტერესებს და რაც უფრო ხშირი და მრავალჯერადი იქნება მსგავსი ტიპის გადაცემები, როგორც რადიო, ასევე ტელევიზორში, ეს იქნება ძალიან კარგი და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ნამდვილად გამოიწვევს. დიდი მადლობა. მე კი მსმენელს ზუსტად ერთი კვირით ვემშვიდობები. კარგად გრძანდებოდეთ. ჰაერი, წყალი, ნიადაგი, მწვანე საფარი. ეს ჩვენი გარემოა. ჩვენ შევეცდებით აღვადგინოთ დაკარგული ჰარმონია ბუნებასთან. მწვანე ეთერი, რადიო იმედზე. შორენა ცხოვრება შვილთან ერთად. ეს ჩვენი გარემოა.